არასდროს მითამაშია. საქმე არ ვიცი რაშია. უფალი თუ კი ცაშია, რა ყრია ქვეყანაშია. მითხრეს სიკვდილი გზაშია. მიმაფრეს ჩემი რაშია. თავშესაფარი მთაშია, ცა მიწის გასაყარშია. მსხალი არ მინდა, არ მშია. ჩემი ძმაკაცი მთაშია. ქალი არ ყავს მთაშია, ის იქ ცხოვრების ტყნაშია. მას პური კიშია, მაგრამ მსხალი არ შია. ხელი არ დაარტყა, ბავშვია. გზა გზების გასაყარშია. კარებში გურამ კაშია. დაცვაში მამარდაშია. გოლი გავიდა, კარშია გურამ მამარდაშია, მაგრამ ეს ხომ მე არ მშია და ცხენები ხომ ცაშია და მე ხომ ხაჭაპური არ მშია, რადგან ცხოვრების ტყნაში ვარ. ცხენებს აღარ ვტყნავ, არ მშია. ქალი მყავს, როგორც რაშია. რაშია სიმართლე რაშია. სიმართლე ხომ გაგებაშია. გაგებას შია ფარშია. სამასის პარტელის დაცვა ფარშია. ხმალია ის რაც ფარსშია. ჩვენი ცხოვრება ფარსშია. ხალადეცია ფარსშია. კატლეტიცა ფარსშია. სისულელე ხომ ბავშვშია. ჯეფრი ეპსტინიც ბავშვშია. დავასრულე მე პარტია. ვაშლი არ მინდა, არ მშია. ამ გათამაშებაზე გადავალთ ერთი ვიდეო შემხვდა კიდევ, რაც შენახული მქონდა და მაინტერესებს, ანუ ერთი გოგო მომეწონა რა და აი ეს მარცხენა ანუ იცნობთ ვინმე და შეყვარებული ხო არ ყავს? ჰეი! ეს გახდა დაგეგმილი ხუმრობა, რადგან ლესბიანკა! გადავიდეთ გათამაშებაზე ახლა. всё, მოკლედ მივხვდი როგორც უნდა ვქნა ყველაფერი, აჰა. კამერას ვახლოვებ თქვენთვის. ვაჭარ, recent mod ჯერ დავარეფრეშოთ ჯანდაბას თქვენ თავი მე კიდე რამერში რო არ დამდოთ ბრალები. დარეფრეშდი დროზე. აი ქარის recent subscribers, ანუ ბოლო გამომწერები. ოღონდ მოიცადეთ, ბოლოები არ ითვლება. აჰა, всё, გავხსენით ყველა ისა. აქ დავაჭიროთ სიცოცხლის ბოლომდე და დავაჭიროთ, რა ვიცი რას. რა ჯანდაბას დავაჭიროთ? მოდი ჯერ გადავიყვანოთ ისე, რომ თითო გვერდზე იყოს 50 გამომწერი. აჰა. ოღონდ ეხა გვაქვს დალაგებული იმის მიხედვით, გამომწერების მიხედვით და დავალაგოთ თარიღის მიხედვით, მოკლედ რა. ხო? ანუ პირველები თუ ბოლოები? ნახე, პირველი მე ვარ. პირველი მე არც ვარ. მეორე ვარ. ხო, რუბე, აი
მართლა იმსახურებს ეს კაცი გამოწერას, ახლა პირველი ვინც დამასაბსქრაიბა. მაგრამ კაი, ბოლოდან დავაყენოთ მოკლედ ბოლო გამომწერებიდან და რა ვიცი, დიდი ბოდიში მეგობრებო. ბოლო გამომწერებს რა თქმა უნდა არ შეგხვდებათ ესე ლოგიკურად, ხო, მაგრამ სხვა მართლა ვერაფერი მოვიფიქრე ახლა ტვინს ნუ გამიბურყავთ რა, მკიდია. შემდეგ გათამაშებაზე გპირდებით, რომ წესიერად ვიზამ. ხო და რაც მოვიფიქრე არის ეს. კარტი ამოირჩიეთ, ჩაიფიქრეთ აბა. კარტი ჩაიფიქრეთ აბა. აბა კარტი ჩაიფიქრეთ. თუ კაროლ გული ჩაიფიქრეთ, ესე იგი ჩემმა ნათესავმა მოიგო. არა, ვხუმრობ, მოკლედ ეგ კარტები ნიშნავს ათებს, ბლეკჯეკის სტილით გავყვეთ რა. ტუზები არის ერთიანები, დანარჩენი ნახატები არის ათიანები და დანარჩენი ციფრებია. არა, კაი, ესე დავინახეთ. თავიდან ავჩეხოთ. აჰა. აჰა, 8, მერვე გვერდზე გადავდივართ. ერთი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი. ექვსი. შვიდი. ეს არის გამარჯვებულების გვერდი მოკლედ. ეხლა კიდე ავჩეხოთ და ეხლა ამოვიღოთ 3 კარტი, რადგან ჩამონათვალში არის 50 კაცი. პირველს ნახდათ არანაირად არ უწევს, იმიტომ რომ ეხლა 3 ტუზი რო ამოვიდეს, მინიმუმ მე-3 კაცისა და ჩემი აზრით ეგრე უფრო ესა რა ქვია. მოკლედ რა. ამოტრიალ და 4-იანი. და 3-იანები და ისა. კარგი, ვიღებთ ახლა 3 კარტს და ვითვლით ადამიანებს. აჰა, ერთი ეს, მეორე მოიცა 2 ამოვიღე აქ. ხო, 2 ამოვიღე, კაი, 2 იყოს. აჰა, მე-3 სადმე აქედან. всё. აჰა, 7, 10, 2, ან 19. რაღაც კარტი ჩამოვარდა, მაგას ახლა ეს ჩამოვარდა 6-იან გული. ხა ამაზე ნუ დამიწყებთ, რომ ჩაწყობილი იყო. 7, 10, 2, ანუ ხო, 19 მოკლედ. დავითვალოთ 19. 1, 2, 3, 4, 5, 6. 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15. სწრაფად წავიდა. 1, 2, 3, 4, 5, 6. 6. 7, 8, 9, 10, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19. აკაკი კაპანაძე.
აკაკი კაპანაძე გახლავთ მე-19 ადამიანი მე-10 გვერდზე ხო თუ რამდენი გვერდი იყო ნუ მოკლედ პოხვი რამდენი გვერდიც იყო ყველაფერი ჩაწერილია რა ასე რომ აი ამ ადამიანმა გაიმარჯვა მოიცა be free აი ამ ადამიანმა გაიმარჯვა ასე რომ გილოცავთ ბატონო აკაკი კაპანაძე საათის მოგებას რომელი საათიც გადმოგცა კომპანია წამიმ დიდი მადლობა კომპანია წამის რა თქმა უნდა რომ ეს საათი გადმოგცა კომპანია წამი გახლავთ ოფიციალური ჩაუმტანი ამ საათების ასე რომ თუ ვინმეს დაგჭირდებათ ესეთი ამ დონის ხარისხიანი საათები შეძენა იტალიური გარანტიით ან რამე რომ დაიკაწროს ან რამე რომ მოგივიდეთ იტალიაში გადაგზავნიან თქვენ მაგივრად გაატრაკებენ ყველაფერს და ჩამოგიტანენ ახალ საათს ასე რომ ვემშვიდობებით ამ საათს მიულოცავთ აკაკი კაპანაძეს მე მინდოდა ამ საათის დატოვება გილოცავთ მეგობრებო ყველას ახალ წელს ბედნიერებას გისურვებთ რა ვიცი ხვავს ბარაქას და იცოდეთ რომ რასაც დაგეგმავთ ყველაფერი გამოგივათ თუ არაფერს დაგეგმავთ და თუ ვერაფერს იტყვით კიდე თუ ვერაფერს გაახმოვანებთ არაფერი გამოგივათ რადგან თქვენ გულში თუ ჩაიტოვებთ თავის გულში ყველა იტოვებს ყველაფერს და ყველა თავის გულში იძახის რომ მე იცოდე ეს მეყოლება ის მეყოლება Rolls Royce მეყოლება არა უნდა გაახმოვანოთ უნდა თქვათ რომ მე მეყოლება Rolls Royce მე შემდეგ წელს მეყოლება 40,000 გამომწერი YouTube-ზე ესე უნდა იძახოთ ასე რომ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოწერისთვის კოცნით მიყვარხართ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა შეხვდებით თუ არა მეგობრებთან ერთად ოჯახთან ერთად თუ ასე შემდეგ ზოგს ოჯახი არც გყავთ ზოგს მეგობრები არც გყავთ მე რა მართლა იმას ნიშნავს რომ ოცნებებს უნდა დანებდეთ არა მეგობრებო მიხედეთ თქვენ ოცნებებს ატრაკეთ ბოლომდე და იცოდეთ რომ რა ვიცი მეც თქვენაირი ადამიანი ვარ რა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და თქვენაირად მიხარია ყველაფერი და თქვენაირად ვატრაკებ ყველაფერს